კომპანია Velux 18 წლის წინ დაარსდა და მალევე მოიპოვა პოპულარობა და ნდობა. ამჟამად Velux სამშენობაში აქვს განთავსებული საგამოფენო დარბაზები. გვთავაზობს მაღალი ხარისხის ინტერიერისა და ექსტერიერის ავეჯის, ასევე ჭურჭლის ყველაზე ფართო არჩევანს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ძალიან ბევრი ავეჯის მაღაზია და მწარმოებელია, Velux ინარჩუნებს ლიდერობას. როცა ხარისხიანი ავეჯის მისაღებ ფასად შეძენაზე ფიქრობ, პირველი რაც გახსენდება Velux-ია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ავეჯის შეძენა Velux-ში. გამარჯობათ. რით შემიძლია დაგეხმაროთ? ჩვენ გვჭირდება ავეჯი საერთო ოთახისთვის. ძალიან კარგ დროს მობრძანდით, ჩვენ გვაქვს 20%-იანი ფასდაკლება და კიდევ ძალიან ბევრ სიურპრიზს ვთავაზობთ უკვე აქ მოსულ მომხმარებელს. ძალიან კარგი. ჩვენი საერთო ოთახი იყოფა ორ ზონად. ეს არის სასადილო და მისაღები ოთახი. ამის დასაკომპლექტებლად გვჭირდება ავეჯი. კი ბატონო, მაშინ წავამბრძანდით, სამეულის შერჩევით დავიწყოთ, აბრძანდით მესამე სართულზე და შეგარჩევინებენ თქვენთვის ასურულ პროდუქციას. კი ბატონო. კარგით, მადლობა. გამარჯობათ. გამარჯობათ. წავამბრძანდით. გვაქვს 1200-მდე დასახელების რბილი ავეჯი, გვაქვს ორი საგამოფენო დარბაზი, როგორც აქ ასევე გადასასვლელია შემდეგ შენობაში. არის მოდერნის ტიპის თანამედროვე, ასევე კლასიკური პირველ სართულზე, ალბათ თქვენ უფრო თანამედროვე. მე უფრო მოდერნი და თანამედროვე. მოდერნი ან თანამედროვე. კარგით, დავიწყოთ არჩევა ამ დარბაზიდან, შემდეგ გადავიდეთ იქეთ შენობაში. დავიწყოთ. გვაქვს კუთხის რბილი ავეჯი, გვაქვს ნაჭერი, ტყავი, ტყავის შემცვლელით მაღალი ხარისხის, უფრო ტყავი გაინტერესებთ. გვაქვს სამეულები 3-2-1 ტიპის, 3-1-1 ტიპის და ასევე კუთხეები. ცალკე ორიანი, ცალკე სამიანი არის არჩევანი. როგორც ხედავთ, გვაქვს ძალიან დიდი არჩევანი, ასევე გადავიდეთ შემდეგ დარბაზში. კი ბატონო, არჩევანი მართლა დიდი გაქვს, თეორია ყველაფერი გაქვს ძალიან კარგად წარმოდგენილი. დიახ. შედგება 3 დამოუკიდებელი ნაჭრისგან, რომლის საზურგეებიც რეგულირდება 3 სხვადასხვა პოზიციაზე, რაც უფრო მეტად კომფორტულს ხდის მოდელს. ასევე აქვს პუფი, რომელსაც აქვს ხის ზედაპირი, ის ასრულებს მაგიდის ფუნქციას და აქვს პატარა დამატებითი სათავსოც. დაბრძანდით არის ძალიან კომფორტული. შეგიძლიათ ფერების არჩევანიც ინტერიერის მიხედვით, გვაქვს ფერები, რაც ადგილზე არ გვაქვს, შეგიძლიათ ასევე შეკვეთაც, მაგრამ გვაქვს უამრავი ფერი ადგილზე. რეგულირდება სახელურებით სხვადასხვა პოზიციებზე. რაც შეეხება ტყავს, წინა ფასადი არის აბსოლუტურად ნატურალური ტყავი, მთლიანად, რაზეც ძირითადი შეხება გვიწევს. გვერდები და უკანა მხარე არის მაღალი ხარისხის ტყავის შემცვლელი. თუ შეიძლება ამის გადაწყობა, ვთქვათ, სხვა თანმიმდევრობით დალაგება, სხვა განლაგება. კი, შეგვიძლია ეს წამოსაწოლი ნაჭერი შეგვიძლია იყოს მარცხენა მხარეს ან მარჯვენა მხარეს. ესეც გადავა. ამის არჩევანიც არის, შესაბამისად ესეც გადმოვა აქეთ მხარეს. კარგი მოდელია ძალიან მომწონს. არჩევანს ამაზე გავაკეთებ, ამას შევიძენთ და მოდით ახლა ვნახოთ ტელევიზორის კედელს რო ეძახიან, რაზეც შეიძლება რომ ტელევიზორი დავდოთ მისაღებში. წავამბრძანდით, გაჩვენებთ შესაბამის მოდელს, რომელიც ძალიან მოუხდება. არის ლაკირებული ზედაპირით MDF-ი, ასევე ეს რაზეც ტელევიზორი იდგმება, ეს ნაწილი არის MDF-ი, ასევე ესეც ხის შპონით და აქვს მუხის შპონი. ესეც არის ცალკეული დეტალი, ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ დაამაგროთ, არის მოძრავი. ასევე ეს 4 ნაჭერი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი, რომელიც შეგიძლიათ განათავსოთ სხვადასხვა ადგილას, იღება ხელის მისაჭერი თანამედროვე მექანიზმით, რომელიც არის ძალიან მოსახერხებელი. აქვს ასევე 3 უჯრა, რომელიც გამოსაღები მექანიზმით იღება. 2 დიდი და 1 პატარა. ტელევიზორის ზომა არ გაქვთ შეზღუდული, როგორც გინდათ, ისე განათავსებთ.
რა სიტყვით? ნუ ძალიან მომწონს და იმასაც მოუხდება ჩემი აზრით. სათავსოებით საკმაოდ ბევრი აქვს. შიგნით აქვს შუშის თაროები. 3 განყოფილება აქვს. დახურული ასევე ღია თაროები. ძალიან უნდა მოუხდეს. ალბათ ამას შევარჩევ. ძალიან კარგი. ეხლა მჭირდება კიდევ ხალიჩა დიახ. და ჟურნალის მაგიდა. ამავე ოთახისთვის. კი, ამავე ოთახისთვის. წამბრძანდით. ნახოთ ფერებიც კი რა თქმა უნდა. არის აბსოლუტურად ანტიალერგიული, მტვერს არ ატარებს, იატაკს არ ხაზავს. ძალიან ადვილად შრება, გარეცხვის შემდეგ ადვილად იწმინდება, ასევე ხალიჩის სითხეებით. ძალიან კარგი მოსახმარია. მომწონს ეს მოდელი. აი უზორიც ესეთია კი, მინიმალური. ძალიან სადაა და ფერიც მოუხდება. მინდა გაჩვენოთ ჟურნალის მაგიდა, რომელიც ვფიქრობ ძალიან უნდა მოუხდეს თქვენს მიერ არჩეულ კედელს და რბილავეთს. ნახეთ. მასალა არის MDF-ი, სქელი ხის შპონით, შპონი არის ფიჭვის, არის სამდონიანი. აქვს სარკისებური სარტყელი, რომელიც ხასიათობს მის ორიგინალურობას, აქვს ასევე დაძველების ეფექტები. თქვენს არჩეულ რბილავეთს აქვს ქრომირებული ფეხები და ეს დეტალი მოუხდება. დეტალი კი ძალიან მოუხდება. ჩემი აზრით, ზომაშიც მე მგონი საკმაოდ ნორმალურად ჩაჯდება, ვფიქრობ. ეთანხმებით. მასალა ძალიან კარგია, ძალიან მყარია.